ხუთი შეკითხვა, რომელიც მე მინდა დაგიცვათ. წინა ორ ვიდეოში ვისაუბრეთ ჩემი შესახებ, ანუ ვინ ხარ, როგორ ხარ, რა ხარ, ასე ჩემი შესახებ რა, მაგრამ მეც მაინტერესებს თქვენ შესახებ, ანუ როგორ აფასებთ, როგორ ფიქრობთ სხვადასხვა რაღაცებზე რა. ამიტომ ამ ვიდეოში დაგისმოთ 5 შეკითხვას ენაზე, საჭმელზე, ანიმეზე, კულტურაზე და ასევე თვითონ ქართულ ენაზე. ძალიან გამიხარდა თუ მიფასხებთ თქვენს ფასხებს კომენტარებში, წავითხავთ აუცილებლად. პირველი შეკითხვა არის რა ენებს სწავლობთ? ან რომელი ენის სწავლა გინდათ? ანუ ისეთი შტაბეჭერა მაქვს რომ ქართველი ხარხი თქვენ უფრო მონდომებრად სწავლობთ უცხო ენებს რა. ნუ იაპონელები ჩვენ ვსწავლობთ ზოგადად მარტო ინგლისურს იაპონიაში. სხვა მაგალითად კორეულს, ჩინურს, სხვა ევროპული ენებს ვსწავლობთ, მაგრამ ისე ნაკლებად, მაგრამ ესეთი შტაბეჭერა მაქვს რომ ქართველი ხალხი უფრო მონდომებრად мотивაციით სწავლობს სხვადასხვა ენას, მათ შორის იაპონური ენასაც, რაც ძალიან რომელიც მე ძალიან მიხარია და მაინტერესებს რა ენებს სწავლობთ თქვენ, ან რომელი ენის სწავლა გინდათ? მეორე შკუმერილზე რას ფიქრობთ? ხო, ძალიან კონკრეტული შეკითხვა, მაგრამ ნუ მიხედავთ იმისა, რომ საქართველოს პატარა ქვეყანა, ჩემი აზრით ეს კერძის კულტურა, ქართული კერძის კულტურა ძალიან მუდიდარია. ნუ იწყება მაგალითად ხაჭაპური ხინკარი, ნუ რა თქმა უნდა, კლასიკურად ძალიან გემრიელი ძალიან მიყვარს. და კიდე არის ჩხერიტუმა, აჯაფსანდერი, ოჯახური კერძი, ფხარი და ასე შემდეგ, ხო? და იაპონიაში რატომ ხაც ახლა შკუმერილი, მაინც ამიტომ შკუმერილი არის ყველაზე პოპულარული ცნობილი ქართული კერძი იაპონიაში. ბევრმა იაპონელებმა იცის შკუმერილი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდ რესტორანში ამზადებენ შკუმერილს. ხო და თქვენ რას ფიქრობთ შკუმერილზე? ისე იცი როგორი, ანუ კი ხანდახან ვესწრები სუპერაზე რა, მაგრამ ძალიან იშვიათად მოხდება შკუმერილი მაგიდაზე. ხო და ესეთი შაბეშე მაქვს რომ ნუ ხაჭაპურზე ჰინკაზე ნაკლებად არის რა. ხო და თქვენ რას ფიქრობთ შკუმელიზე? ხო, გურენდაიზერი. მეთქი რატომ? როგორც მე გავიგე, ადრე 90 წლებში ან 2000 წელს არ ვიცი, 1000-ში არ ვიცი, მაგრამ ტელევიზორზე გადიოდაო. გურენდაიზერი კი იყო იაპონიაში, იაპონური ანიმეა და ნუ ერთ-ერთი ცნობილი პოპულარული ანიმე, მაგრამ ისე არ იყო რა, როგორც ნარუტო, One Piece, არ ვიცი, სხვა Death Note და ესეთი ანიმესავით არ იყო. და პირველად რომ გავიგე რომ გურენდაიზერი გადიოდა ქართულ ტელევიზორზე, მეთქი რატო? ხო, თქვენ რას ფიქრობთ? ანუ, რას ფიქრობთ გურენდაიზერზე? რატომ იყო ისე პოპულარული საქართველოში? იაპონიისა და საქართველოს შორის მსგავსება და განსხვავება. მე ვამბობ ხოლმე ეს მსგავსება არის სტუმარი მასმინძლობა. იაპონიაშიც არის მსგავსი აზროვნება სტუმრების მიმართ, ამას ეწოდება ომოტენაში. ხო და იაპონიასა და საქართველოს შორის ესეთი სტუმარი მასმინძლობის მენტალიტეტი აზროვნება ძალიან მსგავსება ერთი და განსხვავება არის ხალხის ხასიათი, ასე რომ ვთქვათ, ჩემი აზრით ფილადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ესაც შტაბეჭერა მაქვს რომ ქართველი ხალხი შედარებით უფრო გასცნილი მეგობრულია ვიდრე იაპონელები. ნუ არის ცოტა ცივი ხალხი ორივე ქვეყანაში და თბილი ხალხიც, მაგრამ შედარებით გასცნილები ქართველი ხალხი. ხო და ანუ ესაა ჩემი აზრით ეს მსგავსება და განსხვავება რა ორივე ქვეყნის შორის, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ? რა არის განსხვავება და მსგავსება საქართველოსა და იაპონიის შორის? და ბოლო შეკითხვა არის თქვენი საყვარელი ქართული ენის სიტყვა. ფავორიტი სიტყვა. ძალიან ბევრია სხვადასხვა ქართული. რატომაც ძალიან მომწონს ქართული ენის უჯრედობა რა.
წინა ვიდეოშიც ალბათ ვისაუბრე, მაგრამ შხამი ამის ჟღერადობა ძალიან მიყვარს. ნახშირორჟანგი, საოცირება, ნახშირორჟანგი. ანუ რანაირად ძალიან რამაზად ჟღერად ჩემთვის რა, კი, რას ნიშნავს ვიცი, მაგრამ ძალიან მიყვარს, ხო და თქვენი საყვარელი სიტყვა ქართულში რომელია? ხო და რა ენებს სწავლობთ, რომელი ენის სწავლა გინდათ, შკუმერზე დასფიქრობთ, ძალიან კონკრეტული შეკითხვა და ასევე გრენდაიზერი. ვაფშე იცით თქვენ? ალბათ იცით, ალბათ უყურებდით. როგორც ჩანს, მთელი საკუთრებრივ უყურებთ, არ ვიცი, მაგრამ რას ფიქრობთ გრენდაიზერზე. და მეოთხე არის, ესეც მე მგონი, ყველაზე მეტად მაინტერესებს თქვენი პასუხი, მაგრამ იაპონიისა და საქართველოს შორის მუსიკალურობა და განსხვავება. და მეხუთე არის ბოლო შეკითხვა არის თქვენი ქართული ენის საყვარელი სიტყვა. შავრომა? მეც, მაგრამ კიდე შავრომის გარდა კიდე რა სიტყვები მიყვართ. დაგელოდებით თქვენს პასუხებს და დამინცეთ კომენტარებში, ძალიან გამიხარდება.